ფონდის ორგანიზებით ისტორიაში პირველად საქართველოს ქართული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ამ საკითხზე პრეს-კონფერენციაც გაიმართა, სადაც 25 ოქტომბერს დაგეგმულ მსოფლიო ჩემპიონატის დეტალებზე ისაუბრეს. ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპორტსმენები 25 ქვეყნიდან. გამარჯვებულებს საპრიზო თანხები გადაეცემათ. ჩემპიონატი თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. ისტორიული ფაქტიც იქნება, რომ პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება და რა თქმა უნდა, შინაგანაც ძალიან მინდა რომ პირველი ვიყო, მონდომებული ვარ და ამისთვის თავს არ დავზოგავ. ძალიან ბევრი სპორტსმენი იღებს მონაწილეობას, ძალიან დიდი კონკურენცია იქნება. ქართული ჭიდაობის ტურნირის მასპინძლობა მსოფლიო ჩემპიონატი და ქართულ ჭიდაობაში არის განსაკუთრებული მოვლენა და რა თქმა უნდა, განსხვავებულია ჩვენთვის ის პასუხისგებლობა, რაც ამ ტურნირის მასპინძლობას და ორგანიზებასთან უკავშირდება და შესაბამისად ყველაფერს გააკეთეს ფონდი იმისთვის, რომ ეს ტურნირი იყოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალ დონეზე ორგანიზებული. ეს დიდი პატივია ქართული ჭიდაობისთვის, ჩვენი გულშემატკივრებისთვის, საქართველოსთვის. ამაში დევს ქართული ჭიდაობის კიდევ მეტად გატანა, გაცნობა, გატანა, პოპულარიზაცია მისი. ეს ბოლო ინფორმაცია იყო ამ დროისთვის. ქრონიკა პირდაპირ ეთერში 9-ზე დაბრუნდება იმედის ეთერს, იმედის დილა განაგრძობს.